ბილი პილიგრიმს, ვინც არის მთავარი პერსონაჟი ამ წიგნის, უცხოპლანეტელები იტაცებენ. ხო არ გიფიქრია, რომ ჩვენ შეიძლება ვიყოთ ვიღაცების ChatGPT? თითქოს ომი ცალკე უცხოპლანეტელია, რომელიც უბრალოდ მოდის და შენზე ექსპერიმენტებს ატარებს. გმირი თავისთავად გულისხმობს სტრუქტურის ცვლას ადამიანში და რაღაც დღის წესრიგის შეთავაზებას, მათ შორის შეიძლება პირადი ცხოვრებისა და სიცოცხლის ხარჯზე. თითქოს იესო ქრისტეს cosplay არის, რომელიც აი ამ აბსოლუტურ ნანგრევებში დადის. და ძალიან ამორალურია ამ დროს კომენტირება თითქოს. მიდით მიაწექით მაგრები ხართ, გმირი ხარ. არის გმირული საქციელი და არის გმირული პოზა. რისი დეკონსტრუქციაც ხდება ვონეგუტთან, არის გმირული პოზა. ვონეგუტის პათოზი იმაზე, რომ გმირობაც არის თავსმოხვეული და რაღაც ძალადობრივი და პოზა და აქტი. ჩიტიზის ამ დაბომბილ ქალაქზე და ჭიკჭიკებს. ცხოვრების აბსურდულობაზეც ალბათ ეგ ეპიზოდი ყველაზე მეტად გაფიქრებს, რომ ამ ხელამბის მერე შეიძლება ჩაიდან შეეწირო. ბოლოს წერია, როცა გარდაიცვალა ბილი პილიგრიმი, მის საფლავის ქვაზე დააწერეს, ყველაფერი იყო შვენიერი და არაფერმა მატკინა. შენ რო იგებ, რომ რაღაცა ბულიონი იყო და აქედან უცებ მე სამყარო შეიქმნა, სრულიად შემთხვევით და უმიზნოთ, რომ ევოლუცია საბოლოო რაღაც მიზანი არ აქვს არანაირი. ეს ყველა საშინელებას გაჩვენებს და მე გეუბნება, რომ ადამიანს შეუძლია, რომ დარჩეს ადამიანად ამ ყველაფრის მერეც. კურტ ვონეგუტის სასაკლაო ნომერი 5 და მე მეორე სათაური უფრო მომწონს ბავშვების ჯვაროსნული ლაშქრობა. მოგესალმები, დღეს ხუთშაბათია, წიგნის დღე. და სანამ წიგნზე ვისაუბრებთ, გთხოვთ გამოიწეროთ ჩვენი არხი, დაგვიწეროთ კომენტარები, დაალაიქოთ ჩვენი გვერდი მისმინე. ასევე მადლობა ჩვენ სპონსორებს თისწყალს, ეს არის წყალი ბრომატის გარეშე და საქართველოს უნივერსიტეტს, რომელიც სტუდენტებს ასწავლის, რომ მხოლოდ თავისუფალი ადამიანის გონებაში იბადება სამყაროს შეცვლის იდეა. იდეა, რომელსაც სამყაროს შეცვლა შეუძლია, მხოლოდ თავისუფალი ადამიანის გონებაში შეიძლება დაიბადოს. დღეს ჩემი სტუმარი არის მწერალი, სცენარისტი, საუკუნო უკუნის ავტორი მინდია არაბული და ვისაუბრებთ მინდიას საყვარელ ტექსტზე, ერთ-ერთ საყვარელ ტექსტზე. ერთ-ერთ საყვარელზე ნამდვილად კი. კურტ ვონეგუტის სასაკლაო ნომერი 5 და მე მეორე სათაური უფრო მომწონს ბავშვების ჯვაროსნული ლაშქრობა. და აი სანამ დავიწყებდით საუბარს, მე და მინდია ვამბობდით, რომ აი ეს რაღაც კვანტური ფიზიკაზე ლაპარაკი ჯერ კიდევ როდის დაიწყო მწერალმა. მწერალს აქვს არა მეცნიერული, მაგრამ ინტუიტიური ცოდნა გარე სამყაროსი, ხო? კი, მან ალბათ ჯერ ღირს ვთქვათ, რომ რა არის, ხო, აქ კვანტურობის ამბავში პატარა ფაბულას არის. კი, ვთქვათ, ფაბულა, თუ შეძლებ რომ ფაბულა თქვა. ხო, მოდი იმას ვიტყვი, რა ვქია, კონცეფციას ვიტყვი ამ წიგნის მაშინ. ეს არის თლიანობის ცენტრში, ამ წიგნის ცენტრში არის დრეზდენის დაბომბვა, რომელიც მოხდა მგონი 44-ში. თუ სწორად მახსოვს, შეიძლება არ მახსოვს სწორად. კი. და დრეზდენის დაბომბვისას ესე იგი კურტ ვონეგუტი იმყოფებოდა დრეზდენში, როგორც ტყვე. და იმისთვის რომ სიტყვა ეს ამერიკელი ტყვეები გერმანელებს ყავდათ გამოკეტილი სასაკლაოს სარდაფში და მარტო იმიტომ გადარჩა აი ამ ქალაქის სრული გაპარტახების დროს, რომ იყო ამ სასაკლაოში გამოკეტილი. აქვე დავამატოთ, რომ დრეზდენის დაბომბვის დროს გაცილებით მეტი ადამიანი დაიღუპა, ვიდრე იაპონიაში ჰიროშიმა ნაგასაკიში ბომბის ჩამოგდებისას და კი, სხვა შორის დიდი იყო მსხვერპლი. უზარმაზარი, იმიტომ რომ დაბომბეს ესეთ ფაიერბომბი გქვია, ანუ ფაქტობრივად მთელ ქალაქს წაუკიდეს ხანძარი. და დრეზდენი თან მანამდე იყო ერთ-ერთი ხელშეუხებელი ქალაქი. და ეს ვონეგუტიც თავად აღწერს, რომ როდესაც იმ ღამეს, როდესაც შევიდნენ იმაში, რა ქვია, უბრალოდ მიმოიხედა ნახა ქალაქი და რომ გამოვიდა უკვე მთვარეზე იყო. აი ეს მისი ის არის რომ მთვარის პეიზაჟი იყო ეს, რაც იხილა. რაც ხოთშოს ამ წიგნში ძალიან საინტერესოდ იძენს ფორმას, ხო, იმიტომ რომ რაღაცა ეტაპზე ბილი პილიგრიმს, ვინც არის მთავარი პერსონაჟი ამ წიგნის, უცხოპლანეტელები იტაცებენ. კი. და ანუ ეს მთავარი კონცეფცია რა არის, რომ რა შუაში ეს კვანტური ამბავი, რომ ეს ჩვენი პერსონაჟი ბილი პილიგრიმი
ერთი რა გვარი აქვს, ხო? გვარი უკვე ყველაზე ადვილი მინიშნება, ზუსტადაც გვარი. აი, ხო იცი, რა დიდი რისკი იყო, რა უზარმაზარი რისკი იყო, რომ ჰანიბალ ლექტერისთვის ჰანიბალი დაგერგოს, როგორც ავტორს. რაღაცა ეგეთია რა ბილი პილიგრიმი. მარტივად რა, მოკლედ და ესე გადაწყვიტა, თავს მისცა ამის უფლება, რომ ყოფილიყო უფრო ბანალური ვიდრე სხვა რაღაცა. და ბილი პილიგრიმს რაღაცა ეტაპზე, ბილი პილიგრიმი როგორც პერსონაჟი ხდება დრეზდენის დაბომბვის პერიოდში ამ ქალაქშია და შემდეგ რაღაცა ეტაპზე იტაცებენ უცხოპლანეტელები და ასწავლიან დროის სხვანაირ აღქმას. დროის აღქმას არა როგორც წრფივი პროცესის, არამედ როგორც სივრცობრივი, სადაც მოვლენები არა მიყოლებთ, არამედ უბრალოდ გადანაწილებულია ასე. და თითქოს ჭადრაკის დაფას უყურებს ზემოდან, რომ ეს აქ არის, ეს აქ არის, ეს აქ არის. და სხვადასხვა დრო შეგიძლია იხილოს საკუთარი თავი, რაც მნიშვნელობას უცვლის მერე თავად სიკვდილის ფაქტსაც კი. კი. და ეგ არის რომ სიკვდილის ფაქტს კი არა ნებისმიერ იერარქიას ანადგურებს. ანუ ანადგურებს შენი ცხოვრების იერარქიას, რომ შენი სიკვდილი აღარ არის ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი. იმიტომ რომ მაგრამ ლინეარულში ზუსტად სიკვდილია ყველა. ლინეარულში სიკვდილი არის, მაგრამ თავად ვონეგუტი ინტროში თქვას მანდამოს რომ ესე იგიო მე როცა გადაარჩინეს, როცა დაბრუნდა ამერიკაში და დაიწყო ცხოვრება, ესე ვთქვათ, ჩვეულებრივ სამყაროში, რომელიც წესით ჩვეულებრივ სამყარო უნდა ყოფილიყო იმ ყველაფრის მერე, ეს დრეზდენის ეპიზოდი ამ დრეზდენის ეპიზოდზე უნდა დაწერა რა, იმიტომ როგორც ყველა მწერალს ხო აქვს პერვერსიული რაღაცა, რომ მე მოხდია ცუდ ადგილას და ეხა ეს უნდა წიგნად ვაქციო და ეს არ უნდა გაუშვა და ვერ წერდა ამ დრეზდენის ეპიზოდზე, ვერ ხვდებოდა რა უნდა დაეწერა. კი, და ამ ხრივ არის ვონეგუტის ეს წიგნი. ძალიან ბევრი ტექსტი არსებობს, როგორ უნდა დაიწეროს ტექსტი და ტექსტის წერაზე ტექსტი დაწყებული პრუსტიდან, მაგრამ აქ არის ტექსტი იმაზე როგორ ვერ წერს ტექსტს და ამ ხრივ ეს შეიძლება ითქვას სხვა ასეთი მაშინ აქამდე არ ყოფილა ვონეგუტამდე. ხო, ესე არ ვიცი, შეიძლება. აი, ეს არის წიგნი იმაზე როგორ ვერ დაწერა დრეზდენის დაბომბვაზე წიგნი. და რომელიც საბოლოო ჯამში კარგი პოსტმოდერნული წიგნი გამოვიდა. არა, მან თვითონ ამბობს რომ რაღაცა ის არის, რაღაც ანუ აფასებს რაღაც შიზოფრენიულ ტექსტად, ეს ჟანრობრივად არ განსაზღვრავს. კი, ეგ როგორც იმათ აქვს, ხო, დელუს და გატარის, რომ რაღაცა სხეული იმების გარეშე, რა ქვია, ორგანოების გარეშე, უბრალოდ რომ აი კვერცხში როგორც წიწილა არის მოთავსებული, ეგრე რო არის ადამიანის საკუთარ არსებობაში მოთავსებული. ხო და ოღონდ კვერცხის წიწილა სანამ წიწილად იქცევა, ანუ ერთმანეთში გათქვლებილი. ხო და ვონეგუტი ანუ შესავალში ამბობს, რომ ესე იგიო მე ვფიქრობდიო მერე რომ რა არაფერში არ გამომადგა ეს დრეზდენის დაბომბვა. რომ ერთ წიგნი დავწერეო ამაზე და ვფიქრობდი რომ ეხა სიკვდილის პირას რომ ვიფიქრებო რომ აი რა არაფერი არ აი იმიტომ რომ რეალურად იმხელა ანუ მისი სიკვდილი აღარ იქნებოდა მისი ცხოვრების მთავარი მოვლენა, ხო? ეს იქნებოდა სადაც მან ერთ ღამეში შეცვლილი სამყარო ნახა. და მე მან ყველაზე ანუ ამ მიდგომაში სადაც ეს ჩვენი ბილი პილიგრიმი ხან მომავალში აღმოჩნდება, ხან წარსულში წლები იცვლება 44-57 სულ გადაადგილდება. კი, თავად ეს ვონეგუტი ამბობს, რომ ეს არისო შეიძლება რაღაც მოხუც კაცად დაეძინა და ახალგაზრდა ადამიანად გაეღვიძა. შეიძლება ერთ ოთახში შესულიყო სადღაც ტოკიოში და გამოსულიყო სადღაც კენტაკიში. ანუ ეს რეალურად არის აი ამ რადიკალური დისასოციაციის სიმპტომის აღწერა. და ახლა რაც აინტერესებს მეცნიერება ზოგადად ეს სუპერპოზიციის თემა და ხო არ ფიქრობ, იმიტომ ვერ წერდა რომ ზოგადად ძალიან წინააღმდეგი იყო ამ ну მემარცხენე ლიბერალი ახლა ყველაფერზე ეტყობა და შეიძლება იმდენად წინააღმდეგი იყო ზოგადად მისთვის ჩანს რომ იმდენად უაზრობა იყო ომი როგორც მოვინა რომ შეიძლება აი ეს ორგანიზმის პროტესტი და ორგანიზმზე აქვს კიდე ხო ძალიან საინტერესო რომ თავარი მაინც არ არის გონება და არის სხეული და ეს მიდგომა ძალიან ამსგავსებს ამ ტრაფალმადორებს ნაცისტებთან. ხო, აი ძალიან იგივეა. სხვა შორს თქვათ რას გულისხმობთ, ანუ ამ ჩვენს გმირს მერე რომ ნუ ახლობლები ალბათ თვლიან რომ გაგიჟდა და მკითხველიც, მაგრამ უცხო პლანეტელები გაიტაცებენ, რომლებიც ეუბნებიან რომ თავარია სხეული რას გრძნობს, რა შენ რაც არ უნდა ჩაილაგო გონებაში. მაინც თუ რაღაცის გეშინია მაგალითად, შენ ამ შიშს გონებით ვერ რაციონალიზაციას ვერ მოახდენ რა თუ და
შეიძლება არც არის საკამათო რა, ვინ ვის მართავს ხეულიში თუ ჩავთვლით ტვინით ხეულის ნაწილია ხო რა. კი, არა, ეგ დიდი თემა არის, იმიტომ რომ მანდ მთლიანობაში წიგნის მგონია რომ ესე რისი თქმას უნდა ავტორს მიმართულებით რომ წავიდეთ ცოტა ბანალური მიმართულებით, ხო? წიგნის მთავარი კულმინაცია ხდება იქ სადაც ორი ერთ თავიდანვე ახსენებს თუ გახსოვს რომ აი ეს დაბომბვის მერე როდესაც უკვე დახოცილი ადამიანები გამოიყვანეს რაღაცა მერე არის ერთი ამერიკელი ჯარისკაცი რომელიც პოვის ჩაიდანს კი და აბსურდის ჩაიდანს აიღებს ხო აი ეგ არის საინტერესო რომ ამ უზარმაზარი ხოცვის მერე ჩაიდანს აიღებს და გერმანელები შეატყობენ სხვისი ჩაიდანია მოუწყობენ სასამართლოს და დახვრეტენ და აბსურდი აქ ის არის რომ ეს ხალხი ცდილობს რომ აი ესეთი აბსოლუტურად ანომალიური ადამიანური გამოცდილების მერე სამართალი შემოიტანოს ამ ტერიტორიაზე ანუ ამ მოპირქეთ მართლა პირდაპირ გაგებით უცხო პლანეტურ ლანდშაფტზე შემოიტანონ ის რომ შენ რო ჩაიდანი ეხლა უნდა სამართალი აღვადგინოთ რაღაცა და იმდენად ერთი ტრაგიკული არის ხო რომ ადამიანი ამ რაღაც გადაურჩა და მე დახვრიტეს მაგრამ აბა ამ ხელა დაბომბვას როგორ ცხოვრების აბსურდულობაზეც ალბათ ეგ ეპიზოდი ყველაზე მეტად გაფიქრებს რომ ამ ხელა ამბის მერე შეიძლება ჩაიდან შეეწირო და სხვათა შორის თუ შეამჩნია ძალიან ბევრი სიკვდილია აბსურდული ამ იმაში არ ვიცი სპოილერების ტერიტორია არა იცი რა ჩვენი მსმენელისთვის და მაყურებლისთვის სპოილერი ესეთი გაგება არის ძალიან შვენი მით უმეტეს რომ დროში ვართ და თან ყველა სიკვდილის მერე არის so it goes და so it goes ასეც ხდება და ქართულად როგორ არის თად ასეთი ამბები ხო რა აი ასეთი ამბები ასეა რა და ეს მოყვება ყველა სიკვდილზე დაახლოებით 120 ჯერ თუ 104 ჯერ თუ რაღაც ბევრი აი ზუსტად არ დამითვლია მაგრამ ადრე სადღაც ვიღაც მანიაკს ვონეგუტის ფანს ქონდა დათვლილი ანუ ყოველი ასეთი ფრაზის წინ არის ვიღაცის ან რაღაცის სიკვდილზე კი და მან სიკვდილებიც აი მაგალითად ვონეგუტის ცოლი როგორ კვდება თუ გახსოვს იმაში რომ ანუ ვონეგუტის ცოლი კი არ და ის ბილი პილიგრიმის ერთი და იგივეა პრინციპში მივხვდი რომ პილიგრიმს გისხო მოკლედ ბილი პილიგრიმი მიფრინავს თვითმფრინავში ჩამოვარდება კატასტროფას განიცდის და მარტო ორი ადამიანი გადარჩება ამ თვითმფრინავიდან ერთი თავად ერთი ის და მერე საწყობში რომ მოათავსებენ მისი ცოლი მოდის რომ ნახოს ბილი პილიგრიმი ავარიაში მოყვება და გაზის ინტოქსიკაციით მოკვდება. ანუ მიზანშედეგობრიობა საერთოდ არის ამოვარდნილი იმის საჩვენებლად, რომ აი მან არის სხვა შორის რომ სხვა პერსონაჟები, ესე იგი ბილი პილიგრიმის მისი ნაცნობები რა, ვიღაცა არის სადისტი, ვიღაცა არის ომში მიდის როგორც ჰეროიკულ საქმეზე რო იქ მას ჰეროიკულობაცაც მინდა რომ ვისაუბროთ, ძალიან გაკრიტიკებულია. და ჩვენთვის ახლა შეიძლება სარისკო იყოს ამ მომენტში უკრაინა-რუსეთის ომის ფონზე, რომელიც მთლიანად უკრაინელების გმირობაზე დგას, ვონეგუტის პათოზი იმაზე, რომ გმირობაც არის თავსმოხვეული და რაღაც ძალადობრივი და პოზა და აქტი და ის რომ შენ გინდა გმირი თავისთავად გულისხმობს სტრუქტურის ცვლას ადამიანში და რაღაც დღის წესრიგის შეთავაზებას, მათ შორის შეიძლება პირადი ცხოვრებისა და სიცოცხლის ხარჯზე, მაგრამ მაინც ეს არის რაღაც რაც რა თქმა უნდა ეხა მწერლებისთვის შეიძლება იმ დროს, მაგრამ აი ამ მომენტში ჩემთვის ცოტა გამაღიზიანებელი შეიძლება იყოს როგორც ქეთი დევდარიანთვის ამ მომენტში აი ეს გმირობის დეკონსტრუქცია ასეთი. იცი რა, მე მგონია რომ არის გმირული საქციელი და არის გმირული პოზა. რისი დეკონსტრუქციაც ხდება ვონეგუტთან არის გმირული პოზა. იმიტომ რომ ვისაც აღწერს აი ამ ადამიანად, ხო? ერთი არის რომელიც თავს აღარ მახსოვს რა გვი როლანდი მოგეთ რაღაც ხო სამუშკეტერს რო ადარებს თავის იმებს ხო ხო და ესე იგი რა მოუვა ამ ადამიანს რომ ეს მიდის ომში იმისთვის რომ იპოვოს ეს გმირული პოზა და ნაჩვენებია რამდენად აბსურდული ტიპია იმიტომ რომ ბოლო ვისაც აიკიდება ისინი მოიშორებენ იმიტომ რომ მარტო ხელს შლის და და ანუ სხვა მხრიდან არის მეორე პერსონაჟი რომელიც არის სკოლის მასწავლებელი რა თუ გახსოვს ფაშისტებს რო ვისაც მოკლავენ საბოლოოდ რა იმის ფაშისტებს რო აღუდგება წინ და რო ერთადერთია ვინც აი ამ ტყვეებიდან შეეწინააღმდეგება იმ წერალს რომელიც მოდის რომ მე კი და ჟურნალისტს რომელიც მოდის რომ ეს ფაშისტებთან გადმოიბიროს ეს ტყვეები და ანუ ეს ადამიანი არის
ეს ამერიკული იდეალების გულწრფელად გამზიარებელი ადამიანია. ხო, მაგრამ გმირობის თუნდაც პოზირებული გმირობის აქტები ქმნის მე ამის კოპირების სურვილს. ხო, ეგ როგორ ზოგადად ხო ვონეგუტის პათოსი ხო სულ ესაა, რომ ყველაფერი უაზრობა და აბსურდული არის. მე მგონია, რომ თუ შევხედავთ იმ კუთხიდან, სადაც ადამიანი ცდილობს, რომ დაწეროს ომზე წიგნი, ისე რომ ამ ომიდან არ გამოიყვანოს არც ან გულწრფელად დაწეროს რა, არც გაკვეთილი იყოს, იმიტომ რომ ცოტა შეურაცხმყოფელია, რომ ამ ხელა გამოცდილება შენ ვიღაცისთვის გაკვეთილად ახსენო. ეხლა რა გამახსენდა იცი? ერთხელ ჰაინეკესთან იყო ინტერვიუ. სადაც კანში რაღაც შეყრილები იყვნენ ეს ჰოლივუდის ვარსკვლავები და ჰანეკე და ეკითხებიან, რომ აი თქვენო აღარ მახსოვს კითხვა რა იყო, რაღაც ისეთი კითხვა იყო, რომ თქვენო ჰოლოკოსტზე ფილმს გადაიღებდით თუ არა და გაბრაზდა უცებ ძალიან, რომ არაო, მეო, ჩემთვისო აი სპილბერგმა რაც გააკეთა შინდლერის სიაში არის ამორალურიო, იმიტომ რომ შენო, როდესაც აი რო შეხყავთ ადამიანები და იქ შენ კითხვას ვსვამ, რომ შხაპი იქნება თუ გაზი იქნება, ეხლა თუ გახსოვს ის წელი ხო, ვერ ვიტანი შევერც მე მაგ. ჩემთვისო ეს არისო, ანუ ეს არისო მელოდრამად ქცევა იმისა, რაზეც საუბარი შეუძლებელია და მე ახსენებ შოას. ის რო არის თუ იცი დოკუმენტური ფილმი, რომელიც 10 საათით რო რაღაცა. კი, ეს არის ყველაზე ძლიერი ისა. კი, ეს აღწერს, აი მარტო ასეთი ფილმები, რომლებიც უბრალოდ არაფერს არ ამბობენ, უბრალოდ გაჩვენებენ, ანუ ესე მიყავ ხარ იმისთვის, რომ შენ თვითონ შეესწრო. მაგრამ ბოდიში ჩაგეჭრები დოკუმენტურ ფილმზე იმის თქმა, რომ გაჩვენებს ფაქტებს, არის მცდარი წარმოდგენა. დოკუმენტური ფილმით შეიძლება იყოს სუბიექტური და манипуляციური და გაჩვენოს ის, მაგრამ მელოდრამად არ გადააქციო, იმიტომ რომ რეჟისორი ყავდეს კარგი. კი. არ მე არ გულისხმობ, რომ ესე ვთქვათ, საბაზისო დოკუმენტური ფილმი. ხო, მართალია ჰანეკე ამაში. ხო, მართალია ჰანეკე. და თან ვონეგუცაც თუ გასო თვითონ დაბომბვის სცენა არ აქვს. ანუ დრეზდენის დაბომბვა ის მომენტი, მერე და მანამდე აქვს ყველაფერი. და მერე თუ გახსოვს, რასაც აკეთე, ანუ როგორც აღწერს, აი როდესაც მოკლედ აი ეს ყველაფერი დამთავრდა, რომ გამოდის და პასუხი რომ უნდა მიიღოს, რომ ეს რა მოხდა, აი მარიტას ბოლოს რო არის, ხო ეს სიჩუმე არის, ჩიტიზის ამ დაბომბილ ქალაქზე და ჭიკჭიკებს. და ეს მისთვის არის პასუხი აი ამ ყველაფერზე. იმიტომ რომ ოღონდ პასუხი რა არის? განა ის რომ რა ვიცი, ყველაფერი კარგად იქნება და ჩიტელის იქში. პასუხი არის რომ ყველაზე ადეკვატური პასუხი რაც შეიძლება გქონდეს ასეთ ძალადობაზე და ასეთ იმაზე არის აი ეს უშინაარსო ჭიკჭიკი. ხო, ჩვენ ქართულად შეგვიძლია ჭიკჭიკი, რადგან დადებითთან ასოცირდება, იქ რაღაცა კიდე ჭრიტინიან, რაღაცა ჭრიტინი. ხო, ან ამბობს, რომ სოვიტგოს, ან ჭიკჭიკი, ხო, ის არის. და ეს სოვიტგოს რაღაც სახით არის, აი, რაც არის პოსტ-ტრავმატული სტრესის დარღვევა, ხო? როდესაც ადამიანები ძალიან ტრავმული გამოცდილების შედეგად დისტანცირდებიან საკუთარი თავისგან, საკუთარი რეალობისგან და შეიძლება რომ რაღაცა მომენტებში პატარა, რა ვიცი, კოვზი დავარდეს და გაუაქტიურდეთ, ხო? ანუ გადავარდნენ იმ პერიოდში, რა პერიოდშიც ისინი დაიტრავნდნენ. აი მაგალითად რაღაც ვიეტნამიდან დაბრუნებული ჯარისკაცები რო უცებ ფოიერვერკების გავარდნაზე ეგონათ რომ ისევ ჯუნგლებში იყვნენ, ხო? ეს ძალიან ძიმე ფსიქოლოგიური ეს თქვათ სიმპტომი არის აღებული და არის ანუ გვონეგუტი ამას უშვებს, ანუ ბილი პილიგრიმის დროში და ხტუნაობა მგონია რომ ეგუდებს საფუძვლად. ანუ რეალურად მე ზედმეტად პატარა ვარ როგორც ადამიანი იმისთვის რომ მოვერიო აი ამ ჰიპერობიექტის რაც არის ომი, ამ ჰიპერობიექტის მასშტაბს და ესე იგი სხვა შორის ანუ რო დაფიქრდე ხო, მე მაგაზე პირველად მართლაც აი უკრაინის ომის პერიოდში ფიქრობდი რომ ომი ყველა აი განსაკუთრებით ჩვენ დროში ხო, როდესაც ყველა ძალაუფლების ცენტრი ცდილობს საკუთარი ნარატივის შექმნას და ცდილობს საკუთარი ნარატივის მოდებას რა. ეხლა სიტყვაზე იქ რუსეთი ამას როგორც ცივილიზაციურ ომს თუ რაღაცას აღწერს და აჯერებს თავის ხალხს ხო ამას, ანუ ეს მათთვის ბევრისთვის ეს არ არის
დამპყრობლური ომი, ხო? ეს არის მათთვის რაღაცა რეუნიფიკაციის თუ რაღაცის, ხო? იქ რა ვიცი ამერიკაში ტრამპისტები ამბობენ რომ ეს ყველაფერი ლიბერალების ანუ Deep state. ხო არის იქ მერშაიმერი მაგალითად ის აფერისტი ისტორიკოსი რო არის ხო რომელიც დასავლური იმით რა ქვია დასავლური ანტიუკრაინიზმით ლაპარაკობს მაგრამ ამ ეს რუსეთის გაღიზიანების კონცეფცია კიდე ხო რუსეთის გაღიზიანების კონცეფცია აქამდე ერვები მოვუშალეთ ეს რეალურად ჩემი აზრით რომ როდესაც ჩემი აზრით რა ხა ბუნებრივია მე მკითხველი ვარ და მე მაყურებელი ვარ და კონტენტის მომხმარებელი მაგრამ ეხლა წარმოიდგინე რომ აი უკრაინელი ჯარისკაცისთვის რომელიც არის აი მართლა მთვარის ლანდშაფტზე აი ეს ყველაფერი და ჩიტის ჭიკჭიკი ერთი და იგივე არ არის თავის წონაში თავის მოსაზრებებში და რაღაც მომენტში ეს ხმა რომელიც აი ეს ჩიტის ჭიკჭიკის ხმა უფრო მეტს შეიძლება უფრო მეტი დატვირთვა არ შეიძლება გქონდეს ვიდრე ეს მთელი არ ვიცი იმების ფილოსოფოსების და ისტორიკოსების სისულელები და ამიტომ ანუ მე ძალიან ფაქტობრივად როცა დაიწყო ომი ყოველ დღე რა ვიცი თითქმის ფილმი არ მინახავს ნორმალურად იმიტომ რომ ყოველ დღე ამ იმას მოვიხმარ რა ვიცი იქ ვიდეო ჩანაწერები რაც მოდის ომიდან თავად ჯარისკაცების ჩანაწერები და ასე შემდეგ რა რომ აი რაღაც აი პლუს კიდე ქართული ლეგიონის წევრების ბლოგები იყო ასე შემდეგ იმიტომ რომ და მე როგორც ისევ და ისევ სახში კომფორტულად მჯდომ მაყურებელს როგორც მექნარ შტაბჭილება რომ ეს არის ჯოჯოხეთური ინფრასტრუქტურა, ანუ ომი. აი არა უბრალოდ რაღაცა პოლიტიკური საკითხი, არამედ შიგნით აი ამ ომში ისეთი წესები ყალიბდება, ისეთი სადაც არის მაგალითად რაღაცა სივრცე იუმორისთვისაც. თუ გახსოვს უკრაინელების ისინი, როგორ, იმიტომ რომ ესეც ბუნებრივი რეაქციაა, რომ იუმორიც რაღაც აგრესიის ფორმა არის და გადარჩენისაც. თვით გადარჩენისაც, ხო, არის და თუ გახსოვს ვონეგუტსაც აქვს, ხო, ეგ ჯარისკაცები რო კონკიას უყურებენ. კი. არის ჰეროიზმის ადგილი, არის მეტწილად ანუ რაღაცა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ იქმნება ომი. დამოუკიდებელ დღის წესრიგად ხო და მე აი ეს და ძალიან ამორალურია ამ დროს კომენტირება თითქოს მე სულ მიდით მიაწექით მაგრები ხარ მირი ხარ ანუ ეს ძალიან მეუხერხულება და მანდ მე მგონია რომ აი ვონეგუტს რაც აქვს კარგად გადმოცემული არის რომ რამდენად ანუ ერთადერთი როგორც შეიძლება შეაფასოს ჰოლისტურად არის რომ რამდენად უცხო არის ეს, რამდენად უცხო თითქოს ომი ცალკე უცხო პლანეტელია, რომელიც უბრალოდ მოდის და შენზე ექსპერიმენტებს ატარებს და შენ გექცევა როგორც რაღაცა მეტასუბიექტი პატარა იმას რა ქვია რაღაც ჭანჭიქს ხო მე მგონია რომ უცხო პლანეტელების შემოყვანაც თხრობაში ზუსტად ამას ემსახურება რასაც შენ ამბობ რომ პრინციპში აქ რაც ხდება არ განსხვავდება დიდად ხო აქაც რაც ხდება წესით ადამიანის რაც წარმოდგენა ჩვენ გვაქვს პროგრესულ ადამიანზე უკვე ამოვარდნილია უკვე 24-იც ამის დასტური იყო და მით უმეტეს რომ ვონეგუტის ბიოგრაფიას თუ გადავხედავთ ძალიან დედამ თავი მოიკლა სანამ ეს წავიდოდა იმიტომ რომ დეპრესიას აი დიდ დეპრესიას ეკონომიკურს ვერ გაუძლო მდიდარი რო იყო და უცებჭი რა მყიფეა ჩვენი დაცულობა ზოგადად ხო და ეს უცხო პლანეტელებიც ძალიან გვანან მე აი უცხო პლანეტელებს ისევ ამსგავსებ ნაცისტებსაც თავის რაღაც პათოსით იმათაც ხო ქონდათ რაღაც თავის სიმართლე რომ ესე ფარგლით თავი და ყველაფერი ტყუილი გამოდგა და ფსევდომეცნიერებათან რაზეც იყვნენ დაშენებული მაგრამ ხო ეს წერლისთვის აბსურდი უნდა იყოს ეგეთი რაღაცები ისე მგონია რომ წიგს ვერ დაწერ და ამის საუკეთესო მაგალითი სულ ვამბობ ხოლმე როცა ამ კურსებზე ლაპარაკობთ რომ აი როგორც კი შენთვის ესეთი რაღაცები გაჩვეულებრივდება შენ ვეღარ აკვირდები სამყაროს წერლის თვალით კი სვაჩორს აი უცხო პლანეტელების რო ახსენე საინტერესო რა არის იცი რომ ესე იგი აი ეს პოპკულტურაში გამჯდარი სტერეოტიპული სახეხატი უცხო პლანეტელის ხო ეს დიდი თვალები რაღაცა პატარა სახე პირი არა ნაცისტური მომწონო რაღაცა თუ დააკვირდები როდის გაჩნდა და როდის გააქტიურდა ეს პატარა მწვანე კაცები როგორც ეძახიან სხვათა შორის მწვანე კაცები ყირიმშიც პატარა მწვანე კაცები იყვნენ ხო
50-იანებისკენ შემოდიან პოპკულტურაზე. მანამდე უცხოპლანეტელები, რა ვიცი, ჰერბერტ უელს სამყაროს ომში ყავდა რაღაცა სტრუქტურები, ბევრნაირი ფორმა ჰქონდა, მაგრამ კულტურული დომინაცია მოიპოვა აი ამ მწვანე იმან რა ქვია, მწვანე სიმბოლომ და მე მაგაზე кайხანი ვფიქრობდი, რომ რატომ მოხდა ეგ, ხო? და ჩემი პირადი დასკვნა არის ესეთი, რომ თუ გავუკეთებთ ვიზუალის დეკონსტრუქციას და ქცევების ამ პატარა უცხოპლანეტელების რა არის, რომ არიან სუპერ განვითარებული რასა, რომლებსაც არ აქვთ ემოცია, ანუ პირდაპირ გაყინული სახი აქვთ და ძალიან დიდი თვალები აქვთ საკუთარი სახის იმაში და ადამიანებს და არსებებს იტაცებენ და მათზე ექსპერიმენტებს ატარებენ. და მე მგონია, რომ დასავლურმა კულტურამ რეალურად ეს მოდერნული ადამიანის მანიფესტაციად შექმნა. ანუ ადამიანი, რომლის მიმართაც ოდესღაც მოდერნულ ეპოქაში გქონდა ოპტიმიზმი, კაცობრივი, ეს განათლებული და ტექნოლოგიური ადამიანი, იქცა აი ამ სახეწაშლილ უემოციო არსებად, რომელიც შენ გიგტაცებს და ის ცხოველური ისიც კი არ აქვს, რომ შენი შეჭმა უნდა თუ შენი განადგურება. შენ გიყენებს როგორც საექსპერიმენტო მასალას. იმდენად არის დაშორებული აი ეს ტექნოლოგიური, ესე ვთქვათ, არსება ადამიანობისგან. ხო არ გიფიქრია, რომ ჩვენ შეიძლება ვიყოთ ვიღაცების ChatGPT? ეს წინადადება არ ვიცი რა. არა, აი რაღაცა ტიპის თავის დროზე ექსპერიმენტის განხორციელებული რაღაც ვიბრაციებით შექმნილი სამყარო. იცი რა, ეგ მე გამიჩნდა ეს აზრი მას შემდეგ, რაც ახლა დაიწყო ლაპარაკი, რომ ხელოვნური ინტელექტი შეიძლება ჩამოყალიბდეს რაღაც სალკეულს. ჩვენნაირად კი არა, რაღაც ორგანიზმად მესმის კი. ჩვენ რადგან ვიბრირების რეჟიმში ვარსებობთ და დროც ეხლა გაირკვა, რომ არ არის თლად ის დრო და სივრცე როგორც ჩვენ შეიძლება მართლა ვიყოთ რაღაც. იცი რა, ეს თუმცა ბიოლოგია ზედმეტად კარგად წავიკითხეთ იმისთვის, რომ ვიფიქროთ. აი როგორ არ უნდა ადამიანს დაიჯეროს შემთხვევითობის და ვონეგუტი ხო ამაზეც ლაპარაკობს, როგორი შემთხვევითი, მისი ცოლის სიკვდილიც, ისი რა. სოჩოს მაგაზე გამოსადა ვონეგუტი, მე ჩემი სხვა ძალიან საყვარელი ავტორი დაგლას ადამსი ამბობდა ესეთ რაღაცას Hitchhiker's Guide to Galaxy ერთ-ერთ ლექციაში ამბობდა ესეთ რაღაცას, რომ ხშირადო ადამიანს არ გეჯერებაო, რომ არაფრისგან შეიქმნიო რა და არ გეჯერება, იმიტომ რომ ეგოისტები ვართ და გვინდა გჯეროდეს, რომ მიზეზი არის რა ჩვენი აქ ყოფნის. და ეს დაგლას ადამსი ამბობს, წარმოიდგინეთო, რომ და ხშირადო არის ეს ბანანის თეორიაო, რომ ბანანი იმდენად კარგად ეტევაო ადამიანის ხელშიო და პრიმატის ხელშიო, რომ ალბათო ჩვენთვის არის შექმნილიო და ეს ამბობს, რომ წარმოიდგინეო, რომ წვიმა არის და წვიმის მერე ერთმა გუბემ ცნობიერება შეიძინა. და ეს გუბე გაიღვიძა, ამ გუბემ მიმოიხიდა და თქვა, რომ ვაუ, ანუ რა იდეალურად მერგება ეს საზღვრები, ალბათ ჩემთვის არის შექმნილი სამყარო. ხო, როდესაც პირიქით არის, ხო? ხო და იმიტომ რომ ძალიან უჭირს ჩვენ გონებას, იმდენად დაეძებს ეს თან სიმშვიდისთვის ჭირდება მიზეზშედეგობრივი კავშირების დანახვა და უსაფრთხოების ზონის რაციონალური მიგნება, რომ ეს ყველაფერი რაღაცნაირ დალაგებულია და რაღაც კანონზომიერებას ეს ღმერთი ყველაფერი ისე ჩვენ გვჯერა. შენ რო იგებ რომ რაღაცა ბულიონი იყო და აქედან უცებ მე სამყარო შეიქმნა, სრულიად შემთხვევი და უმიზნოთ რომ ევოლუცია საბოლოო რაღაც მიზანი არა აქვს არანაირი. ცოტა რთული მისაღები. რთული არის და ისევ და ისევ ეს არის უცხოპლანეტ მე ერთ-ერთი რაღაცა რაც მე ზოგადად უცხოპლანეტელების ესე ვთქვათ სიმბოლოში მაინტრიგებს, არა ობიექტურად არსებობენ, ეგ ნაკლებად მაინტერესებს მართლა. ანუ მე მაინტერესებს ჩვენ გონებაში როგორ იხარშება ეს სიმბოლოები. ერთ-ერთი რაღაც რაც მაინტერესებს არის სწორედ ის, რომ ყველაზე ხშირად ჩვენ უცხოპლანეტელებს საკუთარ ანარეკლად ვხატავთ. ანუ ის რაც იმიტომ რომ ჩვენ გონებას არ შეუძლიათ ამორფული რაღაცის ადამიანს გავს მაინც. კი, ანუ ნებისმიერ არ არსებობს ერთი ცალი, ან რა ვიცი, მე ყოველ შემთხვევაში აქტიურად ვეძებდი რაღაცას, რომელიც არ არის ანთროპოცენტრული.
რომელიც ხო, არა, რატო არ შეიძლება რომ მაგათაც უცხოპლანეტელი გააკეთო როგორც გაზი ან ჰელიუმის ან რაღაცის. იცი რა, შეგიძლია რომ გააკეთო ეგ. არა, მაგრამ არ აკეთებ, ახმადი არ არის. რომც გააკეთო ეს გაზი და ჰელიუმი, ეს უცხოპლანეტელი მოიქცევა როგორც ანტიადამიანი, რომელიც ისევ ადამიანის ირგვლივ არის. ხო, რა თქმა უნდა, კი, რაღაცას გადაგეკიდება. მაგას ხო ღმერთსაც აწერენ, გაგიბრაზდება, დაგჭის, ჩაიდებს გულში რაღაცას. მე მგონია, რომ ზოგადად ეს უცხოპლანეტელების თემა პოპულარულ კულტურაში, მოდერნიზმში, იმიტომ გაჩნდა, რომ ჩვენ, როდესაც მოდერნამდელ ეპოქაში, ხო, პრემოდერნიზმში ცისკე ვიყურებოდით, იქ ღმერთი გვეგულებოდა და მე მოვიდნენ ნიცშე, დარვინი და ვიღაცები და ეს ყველაფერი გააუქმეს, მაგრამ ჩვენ ეს ინსტინქტი ცისკენ ყურების მაინც დაგვრჩა, სადაც დარვინს ფლათ ახლა ნუ დააბრალებ მაინც. არა, ეხლა მე როცა უბრალოდ სიმართლე გვითხრა. არა, მე ხო ხვდები რას ვამბობ, რომ ესე იგი ფროიდი, ნიცშე, დარვინი და ალბათ კიდე ვინ გამომრჩა, ანუ ისეთი მოაზროვნეები, ხო, შეიძლება. ანუ ისეთი მოაზროვნეები, რომლებმაც რაღაცა საფუძვლისეული მეტაფიზიკა დაშალეს. კი, და მაგალითად გითხრეს სინამდვილეში როგორ არის, ანუ კი არ გერგება იდეალურად საზღვრები. ხო, რომ რაღაცა ევოლუციის პროდუქტი ხარ. ხო, ანუ შენ მოგიშალეს ეს იერარქია და თუმცა ადამიანს მაინც და არ ვიცი ამას ოდესმე ანუ არც ეს მგონია რომ ეს არის ძალიან ჩაბუდებული ფუნქცია რომ როდესაც იყურები გაურკვევლობისკენ რაც არის კოსმოსი რაღაცა ხო მოელი რომ იქიდან ვიღაც დაგინახოს მოთხოვნილი აი ბავშვს რო აქვს მოთხოვნილება რომ დედა დაინახოს ხო დედას სახეს რო ეძებს ყველგან პატარა ბავშვი ისედაც ადამიანს აქვს გონება ეგრე მოწყობილი რომ სულ მარტო არ შეუძლია ხო ზუსტად არაფერი არ უნდა აბსოლუტურად მარტოს და ეხა კიდე ესევდიანი გამოთქვაც ალბათ გაგიგია მთელ სამყაროში მარტო ჩვენი პლანეტა და ჩვენ ვართ მარტო სულები ეს რომანტიზება ამ მარტოობის ხო ნუ ამ galaktikაში ეგრე ვართ მაგრამ ეგ რას ცulis მაგრამ იცი იმას თუ ადევნებ თვალს ამერიკა ეხლა ამ უცხოპლანეტელების თემის პოლიტიზირებას. ეს კიდე ცალკე სიგიჟე რო ხდება. კი, რეალურად ამ ეხლა რასაც ვსაუბრობთ არის ძალიან დიდწილად ამერიკული ნარატივი რა. იმიტომ რომ ესე იგი ამერიკა მთლიანობაში ანუ საგანმანათლებლო იდეებზე არის ხო დაფუძნებული და სადაც ადამიანია ცენტრში. რა თქმა უნდა ღმერთი ადამიანის ქვეშ, თუმცა პოლიტიკური სტრუქტურა არის ადამიანის ირგვლივ წესით და რიგით ორიენტირებული, მაგრამ არ მუშაობს ეგ. ანუ არ მუშაობს გრძელვადაში და კრიზისი ჩნდება და აი ეს რაღაცა კონსპირაციის შეთქმულებები და რაღაცა პარანორმალია და ყველაფერი ხო ამერიკანა არის რაღაცა სახით, ხო? ხო და ვონეგუტიც როგორც მწერალი, რომელიც ამერიკულ გამოცდილებაზე წერს, მე მანდ ყველაზე მეტად რასაც ვაფასებ გულწრფელად გითხრა ვონეგუტში არის ესეთი ნიჰილიზმი, ხო? ესე ვთქვათ, დისტანცირება ტრაუმისგან, დისტანცირება სიკვდილის ფაქტისგან და ასე შემდეგ, ან სამყაროს უაზრობის აღწერა ბევრ მწერალს უცდია. ბევრი მწერალია, რომელიც ბევრს გამოსვლია და ბევრს გამოსვლია აბსოლუტურად, რა ვიცი, მიწაში ჩამგდები ნაწარმოებები, რომლებიც გაგიქრობს ყველა სინათლეს, მაგრამ მე ვონეგუტს იმიტომ ვაფასებ, რომ ის არაფერზე არ ხუჭავს, ყველაფერს აღიარებს, მაგრამ რაღაცნაირად მაინც ჰუმანისტი რჩება. რაღაცნაირად მაინც არის ესე ვთქვათ იმ ადამიანის მხარეს არის ამ დროს. და იცი რა ბიოლოგიურადაც როგორ ამ კაცს აქვს რაღაცა თანდაყოლილი ცოდნა, იმიტომ რომ ეს ჩიტის ჭიკჭიკი სინამდვილეში ჩვენთვის არის არქაული ხმა, რომელიც გვეუბნება, რომ ყველაფერი კარგად არის. ოღონდ ესე პირდაპირ კი არ გადმოიტანა, მაგრამ ეს ჩვენც არ შეიძლება ეხლა ჩემთვის მაგალითად ემზარჯგერენაიას უთქვამს, რომ ნერვებს მიშლი დავიჭიტებს ხმა. რაღაცას თუ წერ შეიძლება ხელს გიშლიდეს, ხო? შეიძლება. აღარ ასოცირდება, მაგრამ ჩვენთვის აი ძველი ადამიანისთვის, რომელიც 2 მილიონი წლის წინ იყო, ეს ძალიან კარგი ხმაა. ხო და ასოციაციურად რაღაცნაირად სწორად აქვს, აი თუნდაც ჩემთვისაც როგორ შვება იყო ეხლა რო კითხულობდი, არ დამავიწყდეს მეთქი ვუთხრავ, ფიქრობდი, რომ მაწყობს აი ეს დროის ეგეთი აღქმა, როგორიც ამ წიგში. რაღაცნაირად მამშვიდებს, რომ რაღაც კი არ იწყება და მთავრდება. არამედ სივრცობრივ იცი რა, როდესაც ცუდად ხარ. ალბათ ერთი რაღაცა, რასაც გრძნობა არის, რომ გაჭედილი ხარ. გაჭედილი ხარ დროში და ფიქრობ, რომ ნეტა მალე მორჩეს ეს, ნეტა მალე დამთავრდეს.
და აი ეს როგორ იწყება ხო ეს წიგნი რომ ბილი პილიგრიმი განიჭედა დროიდან. არ ვიცი unstuck in time როგორ უნდა დავარქვათ ამას ხო? და ეს მას აძლევს პრივილეგიას რომ დამკვირვებელი იყოს. სხვა შორის ეხლა ცოტა ხნის წინ რომ მართლაც თვალი გადავიკითხე, მაგამდე არ დამიფიქსირებია ეგ რომ ესე იგი ხო გახსოვს მე რა დაიწყო მუშაობა ოპტიკოსად კი არა და ოპტიკოგრაფი კი არა რაღაც არა ოფთალმოლოგად დაიწყო ხო ადამიანებს ეს რომ სიტყვაზე ტრალფამადორებმა ასწავლეს როგორ უყუროს დროს არა როგორც წრფივს არამედ როგორც თავისთავად სტატიკურ მოცემულობას შემდეგ რომ ეს მიდის და თვალის ექიმად იწყებს მუშაობას ხო რომ სხვებსაც ასწავლოს ეს რაღაცა თითქოს რაღაცა მისი განწირული მისია არის და როცა აღწერენ რომ ბილი პილიგრიმი ახლა ჯარში როდესაც წაიყვანეს ვერ უპოვეს იარაღი ანუ ვერ უპოვეს იარაღი რომ მიეცათ და ტანსაცმელიც ჩაათვეს არ ეტეოდა რაღაც მოკლე ის ჩააცვეს და უბრალოდ რაღაცა ლურჯი მოსასხამი გადაკიდეს და ესე თითქოს იესო ქრისტეს cosplay არის რომელიც აი აბსოლუტურ ნანგრევებში დადის აბსოლუტურად გულუბრყვილო არ მინდა და ნაივური არსება რომელსაც ძალადობენ სცემენ არ ვიცი იქ 1000 უბედურებას გადის მაგრამ ამ ყველაფრის მერე ადამიანობა გადარჩება მასში ამ ყველაფრის მერე გადარჩება მასში რაღაცნაირი ის კი არა რაღაც არც გმირობა არც არაფერი გადარჩება აი თუ გახსოვს ბოლოს წერია როცა გარდაიცვალა ბილი პილიგრიმი მის საფლავის კვაზე დააწერეს ყველაფერი იყო შვენიერი და არაფერმა მატკინა. რაც ჩემთვის არის, აი, რავი, გინდა რომ ავტორს ჩაიხუტო ალბათ რა, იმიტომ რომ ადამიანების მხარეს არის აი ამ ჰორორის. ნამდვილად და ეს მნიშვნელოვანია, კიდევ ერთი თემა შემოვიტანოთ, მნიშვნელოვანი, რომ უცხოპლანეტელები და ომი კი არა მარტო და აქტუალური მიმდინარე პოლიტიკა, რომ ბევრ რაღაც უნივერსალური იმითაც არის, რომ ბიბლიური ისიც შემოდის აი. როგორც ლოტის ცოლი მიხედვით, რომ აი აქაც როგორი ადამიანობა რო ახსენე, გამახსენდა რომ სოდომ გომორას მოსრა, პრინციპში გეუბნება რომ რაღაცა სასჯელი არსებობს, ღვთის მოვლენილი რა დრენს მოევლინა. ხო. მაგრამ ადამიანებად ალბათ აი ეს უკან მოხედვა და ამათ შეცოდება გაქცევს და არა სამართლიანობის აღდგენას. თუ გახსოვს ზუსტად ეგრე ამბობს რომ ლოტის ცოლმა იცოდა რომ გაქვავდებოდა მაგრამ მას გულმა ვერ გაუძლო რომ ენახა თავისი სამშო იგი მოტრიალდა და იქცა მარილის სვეტად და მე ამიტომ მიყვარს იგი. ხო. და მე ამბობს რომ სხვათა შორის ეს რომანიც მარილის სვეტის დაწერილია. იმიტომ რომ თავადაც თვითონაც მოიგარის ხო? თავადაც როდესაც უყურებს იმ კატასტროფას რაც გამოიარა, კატატონიურ მდგომარეობაში გადადის და ვერ მოძრაობს, ანუ ქვავდება. და ეს მე აი რო დაფიქრდე ხო ამ ომის მერე, რომელმაც დაანგრია ევროპა, რომელმაც ნახევარი მსოფლიო დაანგრია, სულ რაღაცა 10 წელში მოდის 50-იანი, მე მოდის 60-იანები, თაობა რომელმაც გამოიარა ეს ყველაფერი არ ვიცი, კოსმოსში მიფრინავს რაღაც ფსაკეთებს, ხო? და უნდა მოიქცნენ ისე თითქოს, რავი, ნორმალურია ყველაფერი. ცხოვრება გრძელდება. ეს ყველაზე საზღარი ფრაზა. ხო, ცხოვრება გრძელდება. მაგრამ იყო გერმანიაში იყო ეს ფერლორენ გენერაციონაცია, დაკარგული თაობა, როცა რაღაცნაირად მანდაც გაჭედვა ახსენე ყველაზე სწორი სიტყვა და ეს waiting area ფსიქოლოგიაში ყველაზე რთული. ჯობია რამე ცუდი ან კარგი ხდებოდეს, ვიდრე გაურკვევლობა და ესეც იყო რომ ბოდიშების ხდა გიწევს შენი წინაპრების და წინათაობის სიველურის გამო დანაშაულის გრძნობა რომელიც ჩვენ ყველას გვახასიათებს ვისაც გვინდა რომ რაღაცაზე დავფიქრდეთ ავტომატურად ეს ბონუსად მოყვება რომ გააქვს ეს დანაშაული ეს პასუხისმგებლობის მოხსნაც ვიც ვერ შეძლო იყო ცუდად ალბათ ამის მერე. და ომის გარეშეც იცი ჩვენ ესეც უნდა ვაღიაროთ ალბათ. ნუ მე ესე მქონდა იმედი ბერჯერ მithქვას რომ ომის გარეშე ვერ იცხოვროს ადამიანი ეგეთი არსებაა რა. მაგრამ ეს ომი ხო შეიძლება რომ ფორმა იცვალოს მაგალითად და არ იყოს ხო თუნდაც აი თუ მართლა შეიძლება ან ChatGPT-ის ფორმი შეჯიბრი იყოს რომ ვინ უფრო მაგარ ხელოვნურ ინტელექტ შექმნის და აი ტანკი და ჯოხი არ გვინდა ხო საბოლოო ჯამში მაგრამ ლოგიკური ხო იქნებოდა უფრო ეხლა ვიდრე აი ეს ტანკი და თოფი და დრონია უფრო ეხლა უფრო მეტად ვიდრე ტანკი ალბათ მაგრამ რა დრონი მაინც ფიზიკურ განადგურებაზეა მიმართული და ობიექტის
არის და ისე, მაგრამ ნუ შენა იტყვი რომ ხელოვნური ინტელექტით შეიძლება საბოლოო ჯამში მაგაზე იყოს მიმართული. მე მგონია რომ ერთადერთი სამართლიანი იარაღი არის დანა ოღონდ ორივე მხარეს თუ აქვს. იმიტომ რომ უნდა რატოა სამართლიანი? იმიტომ რომ არ ხარ დისტანცირებული იმ საშინელებისგან, რასაც აკეთებ. და ანუ მაშინ ისიც რა ქვია? ხმალი? არა, ხო, რატომ? ვიცი რომ კიდე უფრო დაბლა მიყავარ ეხლა ტანკამდე ომში. არა, იმიტომ რომ მაგალითად დღეს მე რასაც უყურებ ის როგორც გითხარი ცოტა ობსესიურად ვარ ჩამჯდარი ამ რუსული ახალი პროპაგანდის ანატომიაში. ეგ მეც, იმიტომ რომ რაღაცა მე მგონია გამოსავალი რომ მომზადებული ვიყო. არა, ეგ რა თქმა უნდა კი. მაგრამ ასევე აი ეს როგორ საკუთარ თავს როგორ აჯერებენ ადამიანები, რომლებიც აბსოლუტურ საშინელებაში მონაწილეობენ, საკუთარ თავს როგორ აჯერებენ, რომ ისინი მაინც და მაინც არ არიან დამნაშავენი. ეს არის დისტანციის შედეგი, დისტანცირების შედეგი, ანუ პირველი რასაც ასწავლის შენს თავს, როდესაც ხარ ესეთი ფაშისტური რეჟიმის ის არის დისტანცირება. და ეს დისტანცირება შემდეგ, აი ისევ ნიურნბერგის ისინი თუ გაქვს ნანახი, ხო, გაკურებულები არიან, რომ მე რაშუაში ვიყავიო, მე უბრალოდ იქ და ნუ ამაზე პასუხი არსებობს წიგნის სახით, ხან არენტის, აღარ ვახსენებ, ყველა მიცის უკვე. ალბათ ან არენცაც არ ეგონა ასეთი აქტუალური თუ გახდებოდა. და ბოლო კითხვა მინდა დაგისვა, დღეს მე ზოგადად ჩვენზე ასეთი წარმოდგენა მაქვს, რომ მივხვდეთ, რომ იცი და მეც ვიცი, რომ ყველაფერი შემთხვევითობაზეა, ხშირად დამოკიდებული, მგონია, რომ შემთხვევით არ აირჩიე აი ეს ტექსტი და ომის დროს ამის წაკითხვას თქვათ რა ის სინათლის ხივი, რაზეც ლაპარაკობდი მაინც არის თუ პირიქით კიდე უფრო კარგად უნდა დავფიქრდეთ აბსურდის რა ფაზაში შევედით. იცი, მე ისევე როგორც შენ აღწერე მემარცხენე ლიბერალად კურდუანეგუტი, მეც მაგ სენტიმენტში მე აღწერე თუ მე მოვუგონე თუ იყო. იცი რა, მე არ ვაკატეგორიზებ პოლიტიკურ არც მე, მაგრამ ნუ ეგ ჭდება იმაში. ხო, ჩემთვის მე როდესაც წავიკითხე წიგნი პირველად ვიყავი რაც 20 წლის თუ რაღაცა, მე მახსოვს რომ ამ წიგნმა რაღაცა მასწავლა. აი ძალიან იშვიათია რომ გასწავლის რაღაცას წიგნი. რავი 3-4 წიგნი შემიძლია დავასახელო ეგეთი რაც ცხოვრებაში ხო, მაგრამ რაღაცა ჭეშმარიტება მითხრა. და ეს ჭეშმარიტება არ არის ესე ჩაშაქრული ის რომ ყველაფერი კარგად იქნება მოვიხოდებით მე რაღაც არა. ეს ყველა საშინელებას გაჩვენებს და მე გეუბნება რომ ადამიანს შეუძლია რომ დარჩეს ადამიანად ამ ყველაფრის მერეც. და ეს ჩემთვის არის მთავარი ალბათ პრინციპი, რომელიც ცხოვრებაში თუ დამავიწყდა ალბათ ძალიან საშინელ დეპრესიაში შევარდები. და მით უმეტეს როცა ჩვენ ახლა ცხოვრობთ დროში, როდესაც ყოველ ფეხის ნაბიჯზე უყურებ რა დაბალი ფასის და რა ცოტა რაღაცის გამო ამბობენ ადამიანებს უარს. არა თუ ომის საშინელება და დაბომბილი ველზე ან რაღაც უკიდურეს წარკვეთილებაში ან ტერორის ქვეშ ან სუბზე იარაღის ქვეშ, არამედ რაღაც პრივილეგიის გამოც კი მზად არიან უარი თქვან. ძალიან კომფორტული გახდა. იმაზე და შენი თქმის არ იყოს დეპრესიის თავარი მიზეზი ალბათ ეგ არის რა, რომ საკუთარ თავსთან თუ სულის გაყიდვა, ოღონდ უფრო მატერიალურ ხო, ნუ თან ბევრად უფრო საზიზღრად ვიდრე ეს მეფისტოფელთან კეთდება ხოლმე, შეიძლება თან გადაგაგდონ კიდევაც. კი. ძალიან დიდი მადლობა, კარგია რომ ეს წიგნი გაიხსენე. ჩემთვისაც ესეთ მიმოწერა მქონდა მეგობართან 90-იანების ბოლოს ინტერნეტი რო ჩერდა და ეს ასეთი ამბებით so it goes იყენებდა ხოლმე აი ბონეგუტის შტაბ-შეების ქვეშ ვიყავით ერთი პერიოდი ასევე მაშინ იყო ეს ძალიან პოპულარული თავის რაღაც ტალღები აქვს ხოლმე და მგონია რომ ეხლა ძალიან დროულია. იმიტომ რომ გადავრჩეთ, ეს არის ტექსტი იმისთვის რომ ჩვენ იმიტომ რომ რეალურად ლიტერატურა მაგისთვის არსებობს რომ ადამიანი გადარჩეს ადამიანის სხეულში. ანუ ადამიანის სხეულში არ დაიკარგოს ის და ერთ რაღაცას დავუმატებ წიგნი რომელზეც აი ხელოვნური ინტელექტი ახსენდა რაღაცა კატის სარწეველა, რომელიც ვონეგუტის სხვა წიგნი არის, რომელიც ასევე მანამდე დაწერილი, ხო? ხო, ეხება უფრო მეტად აი ამ ცივი ომის და ლოდინს რაღაცა კატასტროფის
ესეც საკმაოდ ღრმად განსახილველი თემა არის, აი უკვე რაღაცა ახალი ხელოვნური ინტელექტი რაღაცა გეთების ამბავში. ამიტომ გამარჯოს კულტურა. მიაყოლეთ ეს წიგნიც ბარიკატისაცე. და აბდაიკიც მიაყოლეთ კიდე ესეც ამერიკულებზე გამახსენდა. სხვა შორის ამერიკულ წიგნებს ნაკლებად ირჩევენ ხოლმე ჩემ პოდკასტში, რატომღაც სტუმრები და ეხა კარგია რომ გავცდით, გადავედით ამერიკაში. ვინმე სამხრეთ ამერიკაში ვიყავით, მაგრამ ეს ვერ ვიხსენებ ახლა. იცი რა, რაღაცა ეტაპზე ის უნდა განიხილოთ ვინმესთან დაბრუნება ტერანუაუაში. ეს მეორე თავად ავტორთან განვიხილოთ დიდი სიამოვნებით რომ შეიძლებოდეს, მაგრამ თუ არ დამთანხმდა, შენ მოდი და მე წაკითხული არ მაქვს, მაგრამ წავიკითხე. მე წაკითხული მაქვს. როგორ შეაფასებდი 10-დან? მოდი, გადაცემას რო ჩაწერ, მე ვილაპარაკოთ. დიდი მადლობა მოსვლისთვის, ძალიან საინტერესო საუბრისთვის. მე გთხოვთ ისევ გამოიწერო ჩვენი არხი, მადლობა ჩვენ სპონსორებს, თისწყალს და საქართველოს უნივერსიტეტს. მომავალი კი მათია, ვინც წარსულის გააზრებით ხვალინდელ დღეს ქმნის.